თუ გაქვთ მიწა, ბინა ან შენობა საქართველოში და ფიქრობთ, რომ არქიტექტორის დასაქირავებლად და მთელი დიზაინის გასაკეთებლად ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ გინდათ გაიგოთ რა არის შესაძლებელი. ეს არის სწორედ ის ეტაპი, როდესაც არქიტექტორის ხედვა ყველაზე მეტად გჭირდებათ. ხშირად არქიტექტორის მთავარი როლი სწორედ ის არის, რომ დაგეხმაროთ მიმართულების დანახვაში, სანამ დიდ დროს, ენერგიას და ასე ვთქვათ, რესურსებს დახარჯავთ, ან ემოციურად მიეჯაჭვებით ისეთ იდეას, რომელიც არ შეიძლება არ იყოს საუკეთესო თქვენს კონკრეტულ სიტუაციაში, ან და საერთოდაც შესაძლებელი. ამ ვიდეოში ვისაუბრებთ 3 ნაბიჯის შესახებ, რომელიც დაგეხმარებათ გაარკვიოთ რა ტიპის პროექტი გაქვთ, რა არის შესაძლებელი და რა უნდა იყოს თქვენი შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი. ასევე მომზადებული მაქვს ძალიან მარტივი პროექტის ტიპის გზამკვლევი, რამდენიმე გვერდიანი PDF-ი, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ რა გჭირდებათ ამ კონკრეტულ ეტაპზე და რითი უნდა დაიწყოთ. იქნება ეს გეგმარებითი გადაწყვეტა, საპროექტო დოკუმენტაცია ნებართვისათვის თუ დეტალური სამუშაო ნახაზები მშენებლობისათვის. ან და სულად შეიძლება წინა საპროექტო კვლევა. მე ვარ თამარ ბენაშვილი, არქიტექტორი, როგორც გამოცდილებით და განათლებით როგორც საქართველოში, ასევე ჰოლანდიასა და ჩეხეთში. და ამჟამად საქართველოში ვეხმარები მიწის, ბინის, სახლის ან მცირე კომერციული ობიექტების მფლობელებს ბუნდოვანი იდეები გადააქციონ რეალისტურ მშენებლობისათვის უკვე სწორად დოკუმენტირებულ არქიტექტურულ პროექტად. გადავწყვიტე, რომ გამეკეთებინა ესეთი ვიდეოების სერია, სადაც გაგიზიარებთ პრაქტიკულ იდეებს, რომლებიც დაგეხმარებათ მშენებლობამდე უკეთ გაიაზროთ თქვენი პროექტი. ხშირად რასაც უყურებ, პრობლემა არის ხოლმე ის, რომ დამკვეთები არქიტექტორს მიმართავენ ძალიან გვიან. ბევრს გონია, რომ არქიტექტორთან მისვლამდე უნდა იცოდეს ყველაფერი, ესე იგი, რა უნდა, როგორი უნდა იყოს გეგმარება, რა მასალები უნდა გამოიყენოს, რამდენი ოთახი დასჭირდება, რა ნებართვები იქნება საჭირო, რა იქნება ზუსტი ბიუჯეტი. თუმცა ესეთი მიდგომა არ არის მთლად სწორი. არქიტექტორს იმიტომ კი არ ქირავთ, რომ თქვენ ყველაფერი უკვე იცით და გინდათ, რომ ვიღაცამ უკვე თქვენი ეს იდეები დახაზოს უბრალოდ და დაიტანოს ფურცელზე. არქიტექტორს ქირავთ იმისათვის, რომ დაგეხმაროთ გაიგოთ რა არის შესაძლებელი, რა არის რეალისტური, რა არის ღირებული გრძელვადიანად და რა უნდა მოხდეს პირველ ეტაპზე. საქართველოში პროექტი ძირითადად სხვანაირად იწყება ხოლმე, ეკითხებიან მეგობრებს, ნათესავებს, მშენებლებს, ადამიანს, რომელმაც ახლახანს გააკეთა რემონტი, ინახავენ ფოტოებს Pinterest-დან ან Instagram-დან, ეკითხებიან ხელოსანს ეს გამოვა თუ არა, ადარებენ არქიტექტორის ფასებს, მანამ სანამ ისიც კი არ იციან, ჯერ ზუსტად რა ტიპის მომსახურება სჭირდებათ და უცებ ყველას თავისი აზრი აქვს ხოლმე. ერთი გეუბნებათ, რომ სამზარეულო აქ გადაიტანე, მეორე ამბობს ამ კედელს ხელი არ მოკიდო, მესამე გეუბნებათ ნახაზები საერთოდ რად გინდა, პირდაპირ დაიწყე. და მეოთხე ამბობს, რომ მერე მშენებლობის დროს გამოჩნდება. საბოლოო ჯამში დამკვეთი ხდება ხოლმე კიდევ უფრო დაბნეული, ვიდრე ამ კითხვების დასმამდე იყო. პრობლემა ის არის, რომ დიაგნოზის გარეშე ნებისმიერი რჩევა არის უბრალოდ ვარაუდზე დაფუძნებული. მშენებელს შეიძლება კარგად ესმოდეს მშენებლობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ხედავს სრულ სურათს, სივრცის ლოგიკას, ცხოვრების სცენარებს, ნებართვის პროცესს, დოკუმენტაციის სტანდარტებს, გრძელვადიან ღირებულებას. ნათესავი შეიძლება კარგი განზრახვა ჰქონდეს, მაგრამ ხშირად ის საუბრობს ხოლმე პირადი გემოვნებიდან გამომდინარე და არა რეგულაციებიდან, კონსტრუქციული რეალობიდან, ტექნიკური შეზღუდვებიდან ან პროექტის პროცესიდან. Pinterest-მა შეიძლება გაჩვენოთ ძალიან ლამაზი იდეა, მაგრამ ვერ გეტყვით, იმუშავებს თუ არა ეს იდეა თქვენს ბინაში, თქვენს მიწაზე, თქვენს ბიუჯეტში, თქვენს მუნიციპალიტეტში და ბოლოს და ბოლოს ქართულ სამშენებლო რეალობაში. მოკლედ, ბევრი რო აღარ გავაგრძელო, პირველ ნაბიჯზე აუცილებლად უნდა განსაზღვროთ, რა არის პროექტის ტიპი. სანამ ფერებზე, ავეჯზე და მასალებზე დაიწყებთ ფიქრს, პირველ რიგში უნდა გაიგოთ, სინამდვილეში რას აკეთებთ, რა მიზანი გაქვთ. ეს არის მხოლოდ ბინის გეგმარება, კერძო სახლის მშენებლობა, სანებართვო ასე ვთქვათ დოკუმენტაცია თუ უკვე მშენებლისთვის მისაცემი ნახაზები. უბრალოდ კოსმეტიკური რემონტი გინდათ?
გასაქირავებელია ქონება თუ უბრალოდ პატარა კომერციული სივრცეა. ყველა ამ შემთხვევაში გზა არის განსხვავებული. მაგალითად, ბინის გეგმარებითი გადაწყვეტა და ნებართვის პროექტი ერთი და იგივე არ არის. სხვადასხვა სტანდარტები აქვს, სხვადასხვა დეტალიზაცია აქვს. კონცეფცია და დეტალური სამუშაო ნახაზებიც არ არის ერთი და იგივე. ანალოგია, რომ სხვადასხვა სტანდარტები, სხვადასხვა დეტალიზაცია და სხვადასხვა, ასე ვთქვათ, სიღრმის ინფორმაციაა დატანილი. თუ პროექტის ტიპი თავიდანვე არ არის გარკვეული, ძალიან მარტივია არასწორი მომსახურების მოთხოვნა და არასწორი ფასების შედარება და შედეგად უკვე არასწორი მოლოდინების შექმნა. მაგალითად, ერთმა არქიტექტორმა შეიძლება გითხრათ გაცილებით დაბალი ფასი, ვიდრე მეორემ, მაგრამ შეიძლება ისე აღმოჩნდეს, რომ იმ პირველმა, რომელმაც გითხრათ შედარებით ნაკლები, ჩათვალა, რომ გჭირდებოდათ უბრალოდ შედარებით ნაკლები დეტალიზაციის საფეხური, პროექტის საფეხური. ნუ გამოდის, რომ ადარებთ ძალიან ისეთი კლიშე არის, მაგრამ ვაშლებს და მსხლეებს ერთმანეთს, რაც ნუ არ არის მართებული. მეორე ნაბიჯი აუცილებლად უნდა იყოს, რომ ჩამოწმოთ რეალურად რა არის შესაძლებელი. აქ უკვე მნიშვნელოვანია ხოლმე თქვენი მისამართი, საკადასტრო კოდი, არსებული ნახაზები, ზომები, ფოტოები, კონსტრუქციული ლოგიკა, შახტები, ფანჯრები, ღიობები, მისასვლელები, რეგულაციები, ბიუჯეტი, ვადები. მოკლედ, თქვენი საწყისი იდეა უნდა გადამოწმდეს არსებულ რეალობასთან მიმართებაში და აუცილებლად უნდა გასცეთ პასუხი კითხვას, რის საშუალებას გვაძლევს ეს კონკრეტული მიწა, ბინა ან შენობა. რადგან იდეა შეიძლება იყოს ძალიან ლამაზი, მაგრამ თუ ის არ შეესაბამება რეალურ პირობებს, შემდეგ ეტაპზე აუცილებლად შეგექმნებათ პრობლემა. მესამე ნაბიჯი უნდა იყოს, რომ გათვალოთ უკვე რა არის შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი. როცა უკვე იცით პროექტის ტიპი და რეალური შესაძლებლობები, შემდეგი ნაბიჯის არჩევა ბევრად უფრო მარტივი ხდება. შეიძლება ამ ეტაპზე მხოლოდ გეგმარებითი გადაწყვეტა გჭირდებათ, ან შეიძლება ჯერ წინა საპროექტო კვლევაა საჭირო. შეიძლება უკვე ნებართვისთვის საჭირო დოკუმენტაცია გჭირდებათ, ან შეიძლება ნებართვის ეტაპი უკვე გავლილია და ახლა მშენებლობისთვის დეტალური სამუშაო ნახაზებია საჭირო. მიზანი არ არის, რომ თავიდანვე არქიტექტორის ყველა სერვისი იყიდოთ, ან ეგრევე პირველი გასაუბრების შემდეგვე შევუკეთოთ დეტალური სამუშაო ნახაზები. მიზანი არის ის, რომ შეწყვიტოთ ვარაუდით მოძრაობა და პროექტის სწორი თანმიმდევრობით წაიყვანოთ წინ. ეს მიდგომა მუშაობს იმიტომ, რომ არქიტექტურა გაცილებით ნაკლებად დამამნეველი ხდება. როცა პირველი კითხვა არ არის, როგორი უნდა იყოს შენობა. პირველი კითხვა უნდა იყოს, რომელ ეტაპზე ვართ ახლა. როცა ეტაპი ნათელია, შემდეგი ნაბიჯიც უკვე ნათელი ხდება და როცა შემდეგი ნაბიჯი ნათელია, აღარ ხარჯავთ დროს, ფულს და ემოციურ ენერგიას ისეთ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც შეიძლება ამ ეტაპზე საერთოდაც არ არის მთავარი. მოკლედ, ბევრი რო აღარ გავაგრძელოთ, შევქმენი ესეთი მარტივი, რამდენიმე გვერდიანი პროექტის ტიპის გზამკვლევი და ის დაგეხმარებათ გაიგოთ რა ეტაპზე ხართ და რა გჭირდება. ეს გზამკვლევი დაგეხმარებათ თქვენი აზრების დალაგებაში, ჯერ კიდევ არქიტექტორთან გასაუბრებამდე. და უკვე გექნებათ დაახლოებითი წარმოდგენა იმის შესახებ, რა ტიპის პროექტი გაქვთ, რომელ ეტაპზე ხართ და რომელი ნაბიჯია თქვენთვის ყველაზე სწორი და ლოგიკური ახლა. შეგიძლიათ მომწეროთ პირადში ან დააკომენტაროთ და აუცილებლად გადმოგიგზავნით ამ PDF-ს. წარმატებას გისურვებთ!